ევროპის იმუნიზაციის კვირაულის ფარგლებში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ადგილობრივი სოფლების ოჯახის ექიმებთან შეხვედრა გამართეს. ექიმ ეპიდემიოლოგ ეკა ბურდიაშვილის განმარტებით შეხვედრის ძირითადი მიზანი მათთვის საჭირო რეკომენდაციებისა და სიახლეების გაცნობაა, რადგან ევროპის მსგავსად საქართველოშიც მწვავე ეპიდსიტუაციაა, რასაც სტატისტიკაც მოწმობს. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა არის წითურისა და ეგრეთ წოდებული APV ვირუსის შემთხვევების დროს. დღეს ჩატარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმების, სოფლის ექიმების შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელობასთან და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განიხილებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. როგორც ვიცით, ახლა არის წითურა ყბაყურის ძალიან ისეთი აფეთქება, განსაკუთრებით სხვათა შორის ყბაყურას დაფიქსირებულია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის წითელის შემთხვევები და ვიცით, რომ ეს როგორი მძვინვარე ინფექციური დაავადება და 1000 გართულებები მოყვება მას განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში. და ამასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა სოფლის ექიმებთან, რომ ჩვენ თუ არიან დარჩენილი აუცილებელი კონტინგენტი, რომელსაც ჩვეულებრივად იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით უწევთ ვაქცინაცია, ესეთი კონტინგენტი უნდა სასწრაფოდ აიცრას, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდაფეთქება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლოს აღინიშნება, სლოგანით აცერი და დაიცავი. მისი მიზანია ხალხში ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, რადგან მისით დაცვა ხდება სწორედ ისეთი ინფექციური დაავადებებისაგან, როგორიც არის მართვადი დაავადებები. ანუ აცრებით მიღწევადი დაავადებების უგულებელყოფა ხდება, აცრებით ხდება სწორედ დაავადებების აღმოფხვრა. ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ჩვენ შეხვედრები, დღეს შევხვდით სოფლის ექიმებს, გავაცანით ის გეგმები, რაც იმუნიზაციის კვირეული ითვალისწინებს. შესაბამისად გვაქვს დაგეგმილი ასევე ხალხშეხვედრა სკოლის ექიმებთან, შემდეგ დღეებში გვაქვს ბაღის პერსონალთან, მედპერსონალთან და მშობლებთან და იქაც საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, ბაღში იქნება საუბარი ბაღის პერსონალთან და მშობლებთან წითელას აცრების მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეპიდსიტუაცია გამწვავებულია საქართველოში დღეის მდგომარეობით და გვაქვს გურჯაანშიც 2 შემთხვევა წითელასი და შესაბამისად ღონისძიების სახით გასატარებელი ღონისძიება იქნება სწორედ დაემთხვა სწორედ ევროპის იმუნიზაციის